კათოლიკურ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ყავს. ახალი პაპი კარდინალი რობერტ ფრანცის პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში. 69 წლის რობერტ პრევოსტი ჩიკაგოში დაიბადა. პაპობაში ის ლეო მე-14 იქნება. 2015-23 წლებში რობერტ პრევოსტი პერუში ერთ-ერთი ეპარქიის ეპისკოპოსად მსახურობდა. ის კარდინალად პაპმა ფრანცისკემ 2023 წელს აკურთხა. მიმდინარე წლის თებერვალში რომის პაპმა ის კარდინალ ეპისკოპოსად დააწინაურა და რომის პროვინციაში ალბანოს ეპარქიაში განაძესა. კარდინალებმა პონტიფიკოსი კენჭისყრის 4 რაუნდის შედეგად აირჩიეს. სიქსტის კაპელას სახურავიდან თეთრი კვამლი გუშინ საღამოს ამოვიდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ რომის ახალი პაპი ყავდა. პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში 21 ապრილს გარდაიცვალა. ამ დერძის თანახმად პონტიფიკოსი რომის სანტა მარია მაჯორეს ტაძარში დაკრძალეს. მშვიდობა თქვენ ყველას. ჩვენ ყველანი ღვთის ხელში ვართ და ამავდროულად შიშის გარეშე გავერთიანდეთ ხელჩაკიდებულები ღმერთთან და ერთმანეთთან. წინ წავიდეთ. მსოფლიოს თქვენი სინათლე სჭირდება. დაგვეხმარეთ. ერთმანეთს დავეხმაროთ ხიდების აშენებაში. დიალოგის, შეხვედრების გზით ხიდების აშენებაში. ყველანი ერთიანები უნდა ვიყოთ. ყოველთვის მშვიდობიანად ვიცხოვროთ. მადლობა პაპ ფრანცისკეს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა კარდინალს, რომლებმაც ამირჩიეს. თქვენ ყველა, ძმებო და დებო, რომიდან, იტალიიდან, მთელი მსოფლიოდან. ჩვენ უნდა ვიყოთ გაერთიანებული ეკლესია. ეკლესია, რომელიც მშვიდობის გზაზე დადის, რომელიც ყოველთვის ეძებს ქველმოქმედებას, რომელიც ყოველთვის ცდილობს იყოს ახლოს, განსაკუთრებით მათთან, ვინც იტანჯება. მინდა თქვენთან ერთად ვილოცოთ ამ ახალი მისიისთვის, მთელი ეკლესიისთვის და მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში. რობერტ ფრანცის პრევოსტს რომის პაპად არჩევას ულოცავს ამერიკის პრეზიდენტი. ულოცავ კარდინალ რობერტ ფრანცის პრევოსტს, რომელიც ახლახან აირჩიეს პაპად. დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია. როგორი ამაღელვებელი და დიდი პატივია ჩვენი ქვეყნისთვის. მოუთმენლად ველოდები პაპ ლეო მე-14-თან შეხვედრას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იქნება, წერს დონალდ ტრამპი. რობერტ ფრანცის პრევოსტს რომის პაპად არჩევას ულოცავენ ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ანტონიო კოშტას ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია. ჩვენ გულწრფელად ვულოცავთ ლეო მე-14-ს პაპად არჩევას და კათოლიკური ეკლესიის მეთაურად დანიშვნას. მილიონობით ევროპელი ყოველდღიურად იღებს შთაგონებას მშვიდობის, ადამიანის ღირსებისა და ერებს შორის ურთიერთგაგების მიმართ. დარწმუნებულები ვართ, პაპი ლეო მე-14 გამოიყენებს თავის ხმას გლობალურ ასპარეზზე ამ საერთო ღირებულებებისა და ერთიანობის წასახალისებლად უფრო სამართლიანი თანაგზნობის მქონე მსოფლიოს მიღწევაში. ევროკავშირი მზადაა მჭიდრო თანამშრომლოს გლობალური გამოწვევების დასაძლევა და სოლიდარობის, პატივისცემისა და სიკეთის სულისკვეთების გასაღვივებლად. ვისურვებთ, რომ პაპ ლეო მე-14-ის პონტიფიკატი სიბრძნითა და სიძლიერით იყოს სავსე, რადგან ის უძღვება კათოლიკურ საზოგადოებას და შთააგონებს მსოფლიოს მშვიდობის დიალოგისადმი თავისი ერთგულებით. ნათქვამია ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ანტონიო კოშტას ერთობლივ განცხადებაში. ახალი პაპის არჩევას ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტიც. გულითადად ვულოცავ ლეო მე-14-ს რომის პაპად არჩევას. საქართველო აფასებს ისტორიულ კავშირებს წმინდა საყდართან და მზადაა განაგრძოს მშვიდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები, წერს მიხეილ ყაველაშვილი.